მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12-ის სპორტულ ტურისტული პროგრამა სტარტი. პროგრამა სტარტის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, ჯემალ არობელიძე. დღეს არაჩვეულებრივი დღეა ჩვენ გადაცემაში, რამე თუ მოწვეული გვყავს მეტად საპავისმებლო მნიშვნელოვანი ბატონი მამია ხაღაიშვილი. მოგესალმებით ბატონო მამია, მადლობა დროისათვის, რომელიც ჩვენთვის გამონახეთ და მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. მადლობა. ტელემაყურებელს კი მინდა ვაუწყო, რომ ჩვენი გადაცემა დღეს პოპულარიზაციის ხასიათისაა. მხედველობაში მაქვს სპორტის პოპულარიზაცია, ფიზკულტურის პოპულარიზაცია, რამე თუ ბატონ მამიას შეუსრულდა 90 წელი და ბატონი მამია თავის შეხედულებას, თავისი აქტივობას ცხოვრების მიერ დასახულ მიზნების 100%-იანად შესრულებას სწორედ რომ უმადლის სპორტს, სპორტულ სიარულს და დღესაც ჩვენ წინა საუბარში მქონდა ასეთი თემაზე შეხება, რომ დღესაც ჩვენთან სტუდიაში მოსვლამდე ბატონმა მამიამ 10 კილომეტრი გამლო ფეხით და ყოველ დღე ასე. ბატონ მამიას ჰქონდა ფიზიკური ტრავმები, ოპერაციაც ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ყოველივე დაძლია, ეს ყოველივე წარსულს ჩაბარდა. დღეს მამია არის აქტიური სპორტსმენი, აქტიური ფიზკულტურელი უფროსწორად და აქტიურად იცავს სპორტულ წესს, ჯანსაღი ცხოვრების წესს ამტკიცებს, როგორც თავისთვის, ასე საზოგადოებრივ და ჩვენ გვინდა რომ ბატონი მამა პოპულარული გავხადოთ იმ გაგებით, რომ მას მიბაძოს როგორც ასაკიანმა, ასევე ახალგაზრდებმაც გადაიღოს მისგან ყოველივე ეს დადებითი და ეზიაროს სპორტულ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ეხლა კი ნება მომეცით აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირის სახელით TV12-ის სპორტული გადაცემათა სახელის ბატონ მამიას იუბილეოსთან დაკავშირებით გადავცეს სიგელი. გილოცავთ ბატონო. მადლობათ. ბედნიერად, ჯანმრთელად და 100 წლის თავზე კიდე მეორე სიგელს ელოდებოდეთ ჩვენგან. ძვირფასი მადლობა. კარგად. ეხლა ასეთ მდგომარეობა ბატონო მამია. ჩვენ საზოგადოებრივ ვისაუბრეთ თქვენი პიროვნების შესახებ. ეხლა მაყურებელი ელოდება თქვენ დამოძღვრას, თქვენ ცხოვრების წესის ესოდენ დაფუძნებას და როგორ იყო, საიდან დაიწყო, როგორ მოხდა რომ მოამბოთ მაყურებელს. თქოთ ბატონო მამია. კი ბატონო, მადლობა. მოგესალმებით მაყურებლებო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმეს ვიტყვი, იქნება სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. მე ამას დავიწყებ ჩემი ასაკის შემხედვარე, იმით რომ მე თავიდანაც, ბავშვობიდანაც, სკოლაშიც ახლა როა განვითარებული სტადიონები რო აქვენ ბავშვებს, თავის გასართობი ყველაფერი ამდენი საშუალება არ იყო, ისიც კი არა, ბურთის საშუალებაც დიდად არ ჰქონდა. მაგრამ ვიბრძოდით რაღაცნაირ შეჯიბრებებით. მერე ვიყავი რო წამოვიზარდე ფიზიკურ შრომაში ჩაბმული. არ მეზარებოდა, არც უნდა დაეზაროს არავის ფიზიკური შრომა. მერე მოვხდი რაღაცნაირად ბიძაშვილი წავიყვანე სამკურნალოდ ლენინგრადში, საოპერაციოდ. ის ჩატარდა ყველაფერი კარგად და იქანე ოპერაციის გამკეთებელი იყო აკადემიკოსი გვარად უგლოვი, რომელთანაც უკვე კავშირი მქონდა მეგობრული და კაბინეტში დავდიოდი მასთან შევედი და იმან მესაუბრა რომ ჯანმრთელობისთვის არ არის საჭირო არც დიეტა, არც ჭვირთის წევა რამე. ჯანმრთელობისთვის არის ერთადერთი ფეხით სიარული, რამდენიც შეიძლება. თვითონ აკადემიკოსი იყო კაცი და სამუშაოზე დადიოდა ფეხით.
აი 68 წელში. იქიდან წამოსული მე შემდეგ ცოტა მეც ვიყავი შეუძლოთ და რომ შეუძლოთ რა ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ იმპაქტი მივიღე და უკვე მოძრაობა აღარ შემეძლო აღმართზე შეაღმართებაზე ასლა აღარ შემეძლო და გადავწყვიტე ჩემთვის რომ იმ უგლოვის ნათქვამი გამეგრძელებია და დავიწყე იმ დღედანვე დავიწყე დღესაც ახლა უკვე გავლილი მაქვს ბატონმა მოგახსენათ თქვენ 10 კილომეტრამდე გავლილი მაქვს დარი თუ არის თვეში 300 კილომეტრამდე გავდივარ დარში ფიზიკური შრომა არის მაგრამ მარტო ესაც არ არის ქართველები სულ სხვანაირი ხალხი ვართ ცოტა ჩვენ თავს ჭამითაც უნდა მივხედოთ ჭამითაც ადამიანი რო იტყვის რომ 5 ბოთლი ღვინო დავლიევო 5 ბოთლ ღვინოს რომ დალევი იმას 1-2 კილო საჭმელი მიყვა ეს არის უკვე ნამდვილად ზიანი ორგანიზმისთვის და რა ვიცი ვცდილობ რომ ვიყო ჩემი შეხედულობით ცოტა მარდვეთ რომ სხვაც არ ვაწვალო და მეც არ ვიწვალო მე ჩემს ბედნიერებას ვთვლი ბედნიერი კი ვარ მაგრამ ბედნიერებას ვთვლი ჩემ თავს ჩემ ბავშვობაში და რატომ არ არსებობდა ოჯახი იმ დროისთვის 70-იან წლებამდე მაინც რომ ოჯახში 4-5 ბავშვი არ ყოფილიყო მიყოლებული შვილიშვილებით მე ჩემს ნამრავლში 6 ჩვენ ვიყავით 12 ბიძაშვილი მყავდა ბიძა ჩემს ყავდა 6 ბიჭი 6 გოგო მამიდა მყავდა 7 იყო მეორე 3 იყო და დარჩენილი ვარ მარტო ეხლა მე ვთვლი რომ მე ძალიან გამომადგა ეს ჩემი პრინციპული ფიზიკური სიარული გაგემარჯვეთ ფიზიკურად და ახალგაზრდებს უსურვებ ახალგაზრდები კარგი ახალგაზრდები კარგიც ყავს და ისეთიც ურევია ტყე უნადიროთ არ არის საერთოდ ყველანაირი არის მაგრამ ახალგაზრდებს ვთხოვ რომ ახალგაზრდული რანაირადაც არ მუშაობდეს დღეში 1 საათი დრო მაინც ექნება რომ 1 საათი დრო ამ ფიზიკურ სიარულს დაუთმონ მე მთხოვნელი ვარ ნამეტარი რომ ვიყოთ არ ვართ ისეთაც ბევრი ქართველები და საჭირო არ უმენ მიუხედოთ ერთიმორეს ბატონო მამია სამწუხაროდ ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემები გვაქვს თქვენ კარგად მიმართეთ ახალგაზრდებს რომ თქვენ ყავს აყვეს და როგორ ფიქრობთ როდესაც აი ამ სპორტული შემართებით ახალგაზრდები იქნება დამუხტული ალბათ თავს არიდებს იმ საქმეს რა თქმა უნდა მაგასაც უნდა პრინციპულობა თუ დროს არ წაგართმევთ ერთს ვიტყვი დიახ ბრძანეთ მეგობარი მყავდა ბავშვობის ციხე მოიხადა 12 წელი ციხეს არ უსურვებ არაფერ კაცს მაგრამ არაკაცობის არ ყოფილა ისეთი რაღაც იყო ბავშვობიდან მეგობრობდი და 12 წელი ციხე მოიხადა არ მოუწევია სიგარეტი გამოვიდა სიგარეტი დაიწყო და მე შევესწარი რომ იმასაც აკეთებდა და იმას უთხარი რამდენი ხანია მეგობრობთ ჩვენ მეთქი რამ უფროსი ვიყავი მასე მე რომ ბოდიში და უტრუსიკოვთ ბოდი და შენ რომ ბიჭობდიო დამთავრდა ჩვენი მეგობრობაო მეთქი უთხარი ჩვენი მეგობრობა აღარ იქნება მეთქი მაგაზე მეორედ აღარ დაგჭირდება თქმაო ნეუჟელი ამ ხელა პრინციპი ქონდა იმას და
ბევრ ახალგაზრდას ახლა არ კონდეს პრინციპი. იმ დღიდან არც სიგარეტით არც ის არ მუწევია თუ დამიჯერებთ ამას. და მე ვსთხოვ, არაფერია კარგი, მე ბევრი ვარ ნამუშევარი რუსეთში, ციხაც. რუსეთში მუშაობდი, სადაც მაგის ბუდე იყო, ნამდვილი ბუდე. და ვერ ვხტებოდი. გზაში წამომეწეოდა ყაზბეგზე რომ მოადგებოდი ერთი მილიციელი კაპიტანი. ფორმა ეცვა, ქუდი დადებული. ერთი რეისი გავაკეთე, ორი რეისი გავაკეთე, რამდენიც გავაკეთე, აი წამომეწევა ახლა. პოსტზე სამალევი არა გაგვაჩერებდნენ, მე ფულინდა გადემეხადა. ის გამოდიოდა. და მეხუთე წელს მე დეიჭირეს ტელევიზიაში ვნახე თურმე, სადაც მე ვმუშაობდი, იქიდან ზიდავდა ამას. და ახლა ამფერ ასეთები წამლავს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობამ რა იცის რომ იბადება. თამბაქოს მეც ვეწევოდი ადრე, მაგრამ ახლა არც ის თამბაქო არა და არც არაფერი ნატურალური აღარ ვაქვს. თავის მოკლა ძალით როგორ შეიძლება. და ახალგაზრდების მთხოვნელი ვარ. მაგაში რომ კარგი რამე ყოფილიყო, უეჭველად მეც მოусინჯავდი. ნამდვილად, ბატონო მე გისურვებთ ახალგაზრდებო, ჩემ ასაკამდე მაინც მოსულიყავთ და უმაღლესი თხოვნა მაქვს, რომ მეტიც გეცხოვროთ. ნუ მოაკლიებთ თავს, ვინც ამაზე კი ხართ დამოკიდებული. სრულიად სამართლიანი და ასე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტად გააჟღერეთ ეს საკითხი და ფიქრობ, რომ მიიღებს ახალგაზრდობა ამ თქვენ რჩევას 90 წლის ბრძანდებით, სრულიად ჯანსაღი პიროვნება ბრძანდებით და სპორტული ცხოვრებით, ესე იგი დღეს ასე რომ 100%-იანია დარწმუნებული ვარ მაგაში, 100%-იანი ეს სიარული. კარგად იყავით, ბედნიერად იყავით, ჯანმრთელად იყავით და სამაგალითო კაცი ხართ. მადლობა თქვენ. და ფიქრობ, რომ ჩვენ გადაცემას მილიონობით, ათასობით ხალხი უყურებს და ყველა შეაფასებს დადებითად, იმდენად, რამდენადაც თქვენ ბრძანდებით ამის მაგალითი. წარმატებები ყველას, წარმატებები თქვენს და ყველას. ეხლა ბატონო მამია ასეთი საკითხი მინდა თქვენთან ვიმსჯელო, შევთანხმდეთ, რამე თუ თქვენ ულამაზეს სოფელში ცხოვრობთ, კობულეთის რაიონის გვერდზე, ჩვენ თქვით ვახსენეთ, მაგრამ თემა არის მეორე, რომ ხელისუფალმა ჩემის აზრით შეარაღებელზე უნდა იყოს ნომერ პირველ საქმე დღეს, რომ არა მარტო სოფლებში, დაბებში, ბულვარში, სკვერში და ასე შემდგომ მოაწყოს, ესე იგი ფეხით მოვალთათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რამე თუ აი თქვენ კი ახერხებთ თქვენით ამას და აკეთებთ თქვენით, მაგრამ თუ ჩვენ ასაკობრივად ამ თემას დავყობთ, აქ დაწყებული საბავშვო ბაღის ასაკიდან და დამთავრებული თქვენ ასაკამდე, აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ კვალიფიცირება და იყო ერთ დროს ასეთი მცნება, ვთქვათ, ზღვისპირას, სოფლის სტადიონებზე გადაადგილება, როგორც ქვეითად, ფეხით მოსიარულეთათვის, ასე მორბილნებისათვის, ძლევოსნური ტანმარჩული ვარჯიშები, ფიზ მეთოდისტი, ესე იგი, წარმართავდა მას, ნუ დღეს ეს სისტემა არ მუშაობს, სპორტული მიმართულება გვაქვს, გასაგებია, ჩვენ ამის მხრივ პრეტენზიები არ გაგვაჩნია, რამე თუ სახელმწიფოებრივად ეს ასე არის ჩამოღებული, მაგრამ არის მეორე თემა. და აუცილებლად ეხლა ლამაზდება ქალაქ ბათუმი, კობულეთი, სრულიად აჭარა, მაგრამ აი თქვენთან ერთად ამის თქმა მინდა მე, რომ აუცილებლად უნდა მოეწყოს სკვერებში და ბაღებში, პარკებში, ქედახულო, შახევი, ნიშნულობა, კობულეთი, ხელვაჩაური, პირველ რიგში ბათუმის ბულვარში. ესე იგი, ბათუმის ბულვარი ფაქტურად გათავისუფლდა უსახური შენობა ნაგებობებისაგან. ეხლა დგას საკითხი, როგორ ჩავანაცვლოთ, რა გავაკეთოთ და თქვენი სახელით, ვეტერანთა სახელით, TV12-ის სახელით, სპორტული გადაცემის სახელით მინდა ხელისუფალს შევთავაზო,
რომ ამ გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაკეთდეს ფეხით მავალთა ასე რომ ვთქვათ ბილიკები მონიშნებით ვთქვათ 100 მეტრო, 200 მეტრო, 300 მეტრო, 1000 მეტრო, 2000 მეტრო და ასე შემდგომ რამე თუ მოვარჯიშემ იცოდეს და გაითავისოს თუ დღეს რამდენი გაიარა, ხვალ რამდენს გაივლის, ზეგ რამდენი გაიარა. ასე შეიძლება კიდევ ერთხელ თავზე დავიწყე მოეწყოს სკვერებში, პარკებში, ქობულეთის პლიაჟზე, ხელვაჩაურის პლიაჟზე, ქედახულო შვახების პარკებში, სკვერებში ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ესე იგი მოქალაქეები დატვირთული არიან მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრებაში გატარებით. გარდა ამისა, უნდა ესე იგი ხდებოდეს ჯგუფების და საზოგადოოდ ახალგაზრდობის პირველ რიგში ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ უნდა ამ სკვერებში შეძლების დრო რა თქვა ბულვარში მოეწყოს პატარა სპორტული ქალაქი, სადაც ქვეთ მავალთან ერთად შესაძლებელი იყოს ტანვარჯიშული ძლევოსნური სპორტამაშების, ასე რომ ვთქვათ, შეჯიბრებების ჩატარება და თვით მოქალაქეების მიერ თვით დატვირთვა რამე თუ ყოველივეს დავზენდა ხაზგასმით და აღნიშნულ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნება ავტონომურ რესპუბლიკაში ჩვენ საკურორტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენ ტურისტული რესპუბლიკა ვართ, ჩვენ სპორტული ტურისტული რესპუბლიკა ვართ. გამომდინარე აქედან რესურსი რაც ჩვენ გაგვარჩენია, მხედველობაში ზღვა, მდინარე, ტბა, წყალი, მთა და ასე შემდგომ ერთეულების ხვედრია, ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ბატონი მამიას მიერ თვითი შემოქმედება უნდა ვაქციოთ სავალდებულოდ მასებისათვის, რამე თუ თქვენ ხაზგასმით ჩვენ პატარაიერი ვართ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღიერი, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ამავდროულად ჩვენი ვალდებულება ისიც არის, რომ ვემსახუროთ სამშობლოს მაღალ დონეზე, სპორტულად დავდოთ მაღალი შედეგები და ყოველივეს იწყება ბავშვობიდან, ყოველივეს ესე იგი უნდა გქონდეს სისხლი და რბილში გამჯდარი, იმის გამო რომ საზოგადოდ უზრუნველყოთ ზოგადი ჯანმრთელობა. ამით ესე იგი ნაკლები აფთიაქი იმუშავებს, ნაკლები საავადმყოფო დაიდურთება და შეძლების დაგვარდა შეძლების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების გამოყენებით საბოლოო ჯამში ქართველი ერი დაგვრჩება ჯანმრთელიერად. ბატონო, აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ გადასახედიდან? თქვენ რაც ლაპარაკეთ ახლა მდებარეობით, ბულვარით, ზღვისპირით ასეთი რამე არ არის სახელმწიფოებს ვერ იტყვის კაცი, ვერ მიმტკიცებს საშუალებები, ასეთი საშუალებები ამ ფიზიკური, მაგრამ ერთი რამე მინდა მე, შეიძლება მე არის და ვერ ვხდები. უბრალოდ ქუჩებშიც, ცენტრებშიც რომ წარწერით იყოთ, მიუბაძოთ სპორტს, მიუბაძოთ ფეხით სიარულს, ჯანმრთელობის, ასეთებიც რომ იყოს. კაი რამე იქნება მე მგონი. თუმცა არანაირად არ შეიძლება ასეთი ცხოვრებით ჩვენ ვერ წავალწინ. ხნევანება უკვე მცირდება ძალიან. ახლა ვინც შემხტება მეუბნება თქვენი ასაკის ხალხი კიდევ არის. ჩვენი ასაკის ხალხი რაით არის? ფიზიკური შრომა საჭირო, ფიზიკური სიარულია საჭირო. მე მივესალმები ყველას ამ ფერამ ბავშვი, რა ვიცი. ბატონო მამია, თქვენ ჩვენ წინა საუბარში ბრძანეთ, რომ თქვენ გყავს მეზობელი 94 წლის ქალბატონი. თუ შეიძლება მივესალმო. ხო, მიესალმე და მინდა ჩვენ იმას იმ ქალბატონს თქვენთან ერთად მოვიწვევთ გარკვეული დროის შემდგომ, მინდა რომ გააკეთოთ მისალმება და დაახასიათოთ ქალბატონი. გულიკო მოგესალმები. შენი ადამიანობა, მე შენ ადამიანობას ვერ შევაფასებ. შენისთან ადამიანები რომ რამოდენიმე პროცენტი გვყავდეს, ჩვენ უფრო ძლიერად ვიქნებით.
შენ ჩემთვის ხარ სოფლის დედა გულიკო ჩემო საყვარელო თქვენ რაც გაქვს ამაგი ხალხისთვის გაკეთებული იმას სოფელი კი არა მე მგონი რა ვიცი ვერ გადაიხდის ვერავინ ისეთი ადამიანი ხარ და მე სურველი ვარ რომ შენ აქ შეგხდე აქანე ჩემო გულიკო კარგად იყავი აუცილებლად ბატონო მამია ჩვენ გულიკოს მოვიწევთ აქა თქვენცაც მოვიწევთ ჩვენი გადაცემის შემდგომ მაღალმთელ აჭარაში ქედახულო შვახებში იმედი მაქვს რომ გამოჩნდებიან ასაკოვანი ხალხი კი სოფლად უფრო დარჩენილი არის სოფლად თუ ისურვებენ იმათაც რა თქმა უნდა დიდი სიხარული და სიყვარულით მოუწევთ გავაკეთებთ მათ პოპულარიზაციას რამე თუ მე დასაწყისში ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ რა თქმა უნდა სპორტი ემსახურება მაღალ იდეალებს დიდ შედეგებს ოლიმპიურ ჩემპიონებს სოფლიო ჩემპიონებს მაგრამ არანაკლები ბრძანდებით თქვენ როდესაც 90 წლის ასაკში 94 წლის ასაკში ქალბატონი გულიკო და კიდე რა ვიცით რამდენი სხვა დღეს ესე იგი ეწევა სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას ცხოვრობს სპორტული ცხოვრებით და იხანგრძლივებს ცხოვრებას ეს ერის ასე რომ ვთქვათ არა მარტო სიჯანსაღია არამედ სიხარულია და ჩვენ ვხარობთ თქვენით ჩვენ ესე ვამაყობთ თქვენით და გვინდა რომ საქართველოში რაც შეიძლება ბევრი და მეტი სპორტის და ფიზკულტურის უпроსორად ფიზკულტურის მიმდევარი იყოს ბევრი ჯანსაღი ცხოვრების წესი იზიარებდეს და ლაღად ესე იგი უდგებოდეს თავისი ჭარმაგი ცხოვრების ბედს თქვენ ესე იგი ამ კუთხით გზნობთ ამ ბედნიერებას აბა არ ვგრძნობ შვილებს უყურებ და შვილიშვილებს უყურებ და ყველას ამაზე მეტი ბედნიერება რა არ ვმენ სიმიძლე და ვხედავ კარგად ახლა ბოდიში მოვიხდე ერთ რამეს გაჩვენებთ ამის პრინციპი მე არაფერი არ ვიცი მაგრამ ამას რატო ვატარებ ქუჩაში დავდივარ მე ძალიან ბევრს ახლა დღეს მაგალითად ქობულეთი გეცოდინებათ კარგად კი როგორ არა ქობულეთში რომ შევედი სადგურიდან ბაზრის კრუგით ტერიტორიები ფეხით მაქვს მოვლილი მაგის 10 შავრი კი მაქვს ახლა რომ დავიდე მაგრამ არა ფეხით აი რატომ მიჭირავს გზაში რომ მივდივარ ინდონეზია ხალხი მისული მიდის და მისით ლაპარაკობს და მე ჩემებს ვაფრთხილებ შეიძლება მეც ვიყო მაგრამ აი დევჭირე რატომ ჯერ ხელს მოვარიშებ მე ვითლი რომენ აზრიდან არ გადავიდე ბატონო მამია თქვენ ჩვენ სოფელში გვანახეთ ქართული ასე რომ ვთქვა ტრადიციული საჭირო ნივთები გიდელი და რაღაცები რომელსაც თქვენ აკეთებთ როგორ ხდება ეგ ესე იგი თავს იქცევთ რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ლამაზი ნივთებს აკეთებთ და ამით თავის დროს ატარებთ მეორე მოსვლაზე მოვიტანე და კი არა იმას კი მეიტანთ მაგრამ ეხლა მოვამბობთ ერთი ხალხს რომ ეს დაკავებული როგორ ხარ ეს როგორ იყო ახლა ხალხისთვის ბევრს არ აინტერესებს მაგრამ არავინ არ ამყვა მაგაში ახლა სოფლის იმას რაც ჭირდება ოჯახს სამუშაო იარაღი მაგისთვის მე არსად არ მივდივარ მე თვითონ იმას ვშვები და ეს როგორ იქნა ახლა 90-იან წლებში რომენ დეიშალა ქვეყანა გაჭირვება წევიდა გოდორი არ მქონდა რომენ ძროხისთვის თივა მომეტანა საშუალება არ იყო ახლა მაი სამალები ხომ არ იყო საშუალება და მეზობლად მამაჩიმის ბიძა იყო ინვალიდი კაცი იყო ფეხით ინვალიდი მაგრამ შეეძლო სიარული და ის ქსოვდა და ნაყურები მქონდა რომენ გოდორი და კალათი რამე რომ მოქსვომ იმის მასალა კატრიდან უნდა დაიწყო გახტა მაგრამ იმ გახტას მისი წესი აქვს რომ არ ვიცოდი გავხადე სქელი იმას ვერ მოღუნავ ბევრი დამუშავება დასჭირდა
როგორც იქნა ერთი მოახჩვე ერთი გავაკეთე წევედი თივა მეიტანა ახლა დავფიქრდი მე მივყევი თანდათან და ისე დავამუშავებენ ახლა იმას გათლაზეც და გახტაზე არ შევხედავ ისე გავაკეთებ მაგრამ თქვენ სწორით თქვით თავის შეკცევაო მარტო ვარ ახლა ოჯახში მეუღლე აღარ მყავს მესამე წელია შვილები მის ადგილზე ყველას მისი საქმე აქვს სანამ შემიძლია უთხარი გზაიხსნილი გაქვენ და მე რა ვიცი დაუждები ახლა საღამოს ტელევიზორს ხომ უყურებ ტყულა არ ვიждდი ასე ბეჭსავეთ რაღაცას არ არსებობს რომ ტყულა დაუждე ტყულა მე სახლში ვერ ვნახავს ახლა თქვენ რომ მოგიყვანათ მე რაბი პადვალში ვიყავ ჩამძრალი რაღაცას ვაკეთებდი ტყულა დაждომა ჩემი არ არსებობს ეხლა ასეთ საკითხებს ბატონო მომია ყოველდღიური აი ვარჯიშთან დაკავშირებით ყოველ დილას რომელ საათზე დგებით დილას 8 საათზე მაინც ახლა აწევდით თანდათან ადრე ავდგეთ 8 საათზე დგებით კი და აკეთებთ ამ სოლას ჯო ახლა ყოველთვის 8 საათზე წასასვლელად ვერ მივდივარ რაღაცა საქმე გამომიჩნდება მაგრამ არ არსებობს რაც არ უნდა იყოს რომ ახლა სწორი გითხრათ პირველად რომ დევწყე ბევრმა სიცილით დიმიწყო ერთმა თქვა კარგია ვარჯიშიო მე უთხარი წამოდი ვიაროთ მეთქინდა აკა ოქსტროხონდროზე მაქვს მაგი თავში რომ მევა მე იქნები კარგად მეთქინე და მაგი გამორიცხულია რომ ოდნავ დარი იყოს ნაწვიმარი აფერი არა და აი ამ 10 კილომეტრს არ იღლებიეთ როგორ ახერხებთ როგორ გძნობთ ვარჯიშის შემდგომ თავს პირველად უფრო ვიგრძენი დაღლა მაგრამ ახლა მე ახლა რა არის გუშინ მაგალითად რაღაცა საქმე მქონდა და დიდხანს დავრჩი დამიშდარი რომ ავდექი ვიგრძენი ვერ ვარ კარგად იმ წასლა მოსლამ წევედი ხელად იმ წუთში წევედი ერთი 300-400 მეტრო გევიარე უკვე ვიგრძენი კარგად თავი ადრე ახლა ისეც იყო რომ ავდგებოდი დილით მუხლები მტკივოდა და წევდე თუ არ წევდე არა მაინც უნდა წევიდე წევედი ძალით 300-400 მეტრო გევიარე გავთავისუფლდი მუხლში ტკივილს მაძლევს ხანდახან იტკივილს რა ვარც მომცემს ამ ტკივდაო და როიციან გაჩერდებიან ეს ვარესია უფრო ემატება თუ არ აკლდება იმას ახლა ბიჭმაც მითხრა რეიზაშვები მას ამდენს და აქ უთხარი ხანდახან ტკივილს გძნობ და იმას სანამ არ მოუკლავ იმანობამდე არ ვშორდები მეთქი იმ სიარულით იმას ნაღდათ ვაყუჩებ ნაღდათ გაიხარეთ ბატონო მომია ერთი თემა კიდე აი ასაკიან ხალხს ახლა მეც არ ვარ პატარა და ასაკში ვარ და რა არის იცით დაჩემებული აქვს ძირითადად მუხლების ტკივილი აი მაგია ესე იგი თქვენ ამ სიარულით მაგას ვისაც უნდა დუმტკეც დღეს რომ ტკივა დღეს ვერ შეძლი გეარე 300 მეტრო ხვალ 500 გეარე ზეგე მოუმატე 1 კილომეტრი 2 კილომეტრი თანდათან თან უცბად არა მე აგი უცბად არ დამიწყია ეხლა თქვენ ამ ხანაგების წრეში თქვენ ბძანეთ რომ ზოგი გაეცინაო ზოგი რაღაცაო აი რო რეალურ შედეგს უყურებს თქვენში რა ასე 90 წლის კაცი 50-60 წლის კაცად რომ გამოიყურებით და ამასთან ერთად სახში შრომობთ აი მათ არ უჩნდებათ ესა რომ მიგბაძონ თქვენ არა რომ უჩნდებოდნენ რას აკეთებენ მჩევიარე მაგალითად წამოვიდა ვილაპარიკებ გზაში გეარე გამეარე თავს უნდა მიხედო თავს ჩემთვის არა ის სიარული ჩემთვის რაც საჭიროა მე ვიარებ იმას ჩემთვის მე სხვისთვის მაგალითად ვერ გევიან შედეგი არ იქნება რა თქმა უნდა გამომდინარე აქედან დაზლიონ უნდა თავი რა თქმა უნდა თხოვნა მაქვს ყოველთვის თუ უნდებიან ცხოვრება ამ გაშლილი ქვეყანაზე ყურებას რაჯობი ამას უყურე იქ წასვლას იმას მაინც მივესწრებით კი ბატონო იქეთ აქ გზას მაინც მივესწრებით ყველა ჩვენთვის არის ის ხო
ხო და ამის დასტურად აი ჩვენ რო გავაჟღერეთ საუბარში აუცილებელია აი სახელმწიფოს ჩართვაც შეიძლება მაღალი სიტყვებია მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ აი სერვის სამსახურები შეექმნათ წავახალისოთ აი ბილიკებს მონიშნებით რო გავაკეთებთ არადა აქ ჩამოდის მილიონობით ტურისტი საზღვარგარეთიდან ამ სიახლეებს რო ნახავენ კულტურის, სპორტის და ამავდროულად ტურიზმის სფეროში აღიქმება როგორც მაღალი დონის სერვის სამსახური და რთული და ძნელი არ არის და ამასთან ერთად მე ვფიქრობ რომ ყველა რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ტურისტული სამსახური, არსებობს სპორტული სამსახური, სამედიცინო განყოფილება და ასე შემდგომ და ასე ამგვარად და არ იქნება ცუდი რომ ვთქვათ მედმუშაკებმა, სპორტის მუშაკებმა, ტურიზმის მუშაკებმა კვირაში 1 საათიც რომ გამოყოს დრო შეხვდნენ სოფლებში, სოფლის მაცხოვრებელებს თქვათ საკულტურო ზონაში ტურისტულ მაცხოვრებელებს, ტურისტებს უпроსწორად და ჩაუტარონ მოკლე ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე რომ ჯანსაღი ცხოვრების დამტკიცება, დაფუძნება ეს არის სავალდებულო ყველა მოქალაქისათვის რამე თუ ეს იძლევა სიჯანსაღეს და გამომდინარე აქედან პირადი მაგალითით ესე იგი მათ შეძლონ ყოველივე ეს დააფუძნონ ცხოვრებაში. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენ ესე იგი ლოზუნგს გამოვიყენებთ იმას რომ ეს ჩემი საქმე არა კი ვიქნებით ისე. ხო, ვიქნებით ისე, გულის იმპაქტები, გაჩერებული ფეხები, გაყინული ტვინი და ასე შემდგომ და არადა რეალური საშუალება არსებობს. უბრალოდ ჩემი გადასახედიდან და ჩვენი განყოფილების ტელე განყოფილების სპორტული განყოფილების ესე ვთქვათ ნაზრევიდან მინდა მოგახსენოთ და მოგიწოდოთ თქვენ იმის თაობაზე რომ შევქმნათ ის პირობა და ის საშუალება ბულვარში, ზღვაზე, მთაში რომ სასიამოვნო და ელექსირი დაინტერესდებიან შეიძლება დაინტერესებთ რომ დავაინტერესოს თორე თქვენ ბრძანეთ აგერ ხო ხედავთ პირალი მაგალითად ბრძანდებით სოფელში კვირიკეში ამის შესახებ რომ ვინმე ჩვენ ესე იგი პოპულარული გავხადოთ და გადამდები იყოს ეს ყველაფერი არ ხერხდება უბრალოდ არ არის სათანადო პირობა ორგანიზაცია არ არის ორგანიზება არ არის ეხლა მინდა ვთქვა რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს სპორტ კომიტეტი მაქვს მხედველობაში კვირიკეში ფეხბურთელთა გუნდი ვყავდა რევაზ შელებაძე მაგალითად თქვენგან დაიწყო გარდა ამისა მეთოდისტი ყავდა ფიზაღზის როგორც მეურნეობაში ასევე კოლმეურნეობაში და ესე იგი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას ესე იგი ემსახურებდა ფიზკულტურულ სპორტული განყოფილება და ორად ყოფთით მაშინ ჩვენ ამ შემოქმედებას სპორტი ეს არის რა თქმა უნდა ყოველთვის ერთად აღებული ზემოწერტილი და ცხოვრების წყაროა. დიახ, მასიურობა ეს არის ფიზკულტურა. სწორედ ამ ფიზკულტურის და ჯანსაღი ცხოვრების დაფუძნების სინამდვილით და რეალობით ჩვენ ვაღწევდით რომ შესაბამისობაში მასები ყოფილიყო ჯანსაღი, ბედნიერი და ხალისიანი და დღევანდელ შემთხვევაში ახლა მაპატიეთ რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო კარგია უფრო კვალიფიცებული და კომპეტენტურია ჩვენ აქცენტებს ვაკეთებდით მარტივი ტიპის სპორტულ მოედნებზე და დღეს მარტივი ტიპის სპორტული მოედნები ჩაანაცვლა ახლა კი დიდმა გრანდიოზულმა სპორტის სასახლებმა მაგრამ თემა არის ერთი რომ მცირეა უფასო სპორტული ჯგუფები და ჭარბობს ფასიანი სპორტული ჯგუფები გარდა ამისა დასახლებულ პუნქტებში სათანადო ყურადღება მოდით სიმართლე ვისაუბროთ არა აქვს კოლმეურნეობა
ყოფილი საბჭოთა მეურნეობა ფაქტიურად გათავისუფლდა და რამე აღარ არის. მოედნები არ არის, არც მარტივი ტიპის, არც სტანდარტული. Რა თქმა უნდა, ეხლა შესაბამისობაში ვთქვათ, მართალი არ ვიქნები და ძალიან მაღალ დონეზე ვთქვათ, ჩაქვში რაგბის მოედანი კეთდება, კაია, სასიამოვნო. შუახევში ახალი მიმართულებებია და ამას ვერ უარყოფთ და მივესალმებით. ძალიან მაღალ დონეზე გადაწყდა ეხლანდელი ხელისუფლების მიერ რომ ხუთშუბანში გაიხსნას რაგბის მოედანი და სპორტული მიმართულებით ესე იგი იქნას აღზევებული ყოველივე ერთად აღებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ სწორედ რომ ლოკაციური მართლობითი სისტემით ზღვაზე უნდა ჩართოთ დაილინგი, ჰაერში უნდა ესე იგი საჰაერო საპილოტო სამსახური ავამოქმედოთ, მთაში ესე იგი მთის ტურიზმი უნდა ავამოქმედოთ, ესე იგი ყველა და ყოველი უნდა მოიცვათ და საფუძვლად უნდა გავხადოთ სპორტული ტურიზმი, რამე თუ ეს არის ერისჯანსაღე და ამაზე წინ ვფიქრობ რომ ჩვენი მამულისათვის, ჩვენი ერისათვის, ახალგაზრდობისათვის არაფერი არ დგას. არ არის. ეხლა სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს, თემა არის ძალიან მასშტაბური. გამომდინარე აქედან სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა ბატონო მამია. მაყურებელს მინდა მოვუწყო. მადლობათ. დღეს ჩემი სტუმარი იყო ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკის მაცხოვრებელი იუბილარი 90 წლის ბატონი მამია ღაღაშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არის მაგალითი თავისი ასაკის შესაბამისობაში, არის ძლიერი ფიზკულტურული, მე ვთქვი რომ ეს ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი არ არის, მაგრამ არანაკლებია თავისი შემართებით და გაგებით, რასაც ქვია მასიური სპორტი, რასაც ქვია პიროვნების სიჯანსაღე. მინდა რომ ყველა მიბაძოთ ბატონ მამიას, მინდა რომ ბატონ მამიას კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა. მადლობა თქვენ. და ამით დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. მაყურებელს მინდა დავემშვიდობო და მადლობა თქვენ.